გამარჯობა მეგობრებო. მე ოტო. მე ნიკო ვარ. და ეს არხის ფეის. და ეს არხის ფეის 4-დან 2-ია. გინდა საერთოდ არაფერი არ მოუჭრათ ამ ვიდეოდან? აუ. და მეგობრებო, დღეს ჩვენი გადაცემა არის ძალიან სახალისო და ორბიტალური და თქვენ ხართ რა თქმა უნდა სპეისელები. დინამიური რა თქმა უნდა. ორბიტალური. მე არის დინამიური თანამედროვე შესაძლოა. მე ჩამოვში. ეს ჩამორჩენილი. და დღეს ჩვენ მეგობრებო, გამოვავლით გამარჯვებას, რომელიც 5 გადაცემით წინ ადრე უნდა გამოგვევლინა. წინ ადრე. არ გაგიგია? წინ და ადრე. როგორც 5 გადაცემით ადრეულად, ასე წინა გადაცემით წინ. მე და არისტოტელე ერთად ვისხედით და გადავწყვიტეთ, რომ ტექნოლოგიებთან დაკავშირებით გადაცემას აზრი არ ქონდა და გადავწყვიტეთ ღრმად ფილოსოფიური გადაცემების დაწყება. გამოვათქვევი მოგვიფიქრები. და ეხლა ჩვენ დავატრიალეთ ეს კომენტარები, რა თქმა უნდა და ჩვენი აქსოლოტლი, რომელიც არის ჩვენი ოჯახის მუდმივი წევრი და სულ ჩვენთან არის, ახლაც მაგიდაზედევს. ყოველთვის აქ გვაქვს, რა თქმა უნდა და აი ეს აქსოლოტლი გვინდა რომ გადავცეთ მეთიუ ქვედატირე 013-ს. 13. მეთიუ, გილოცავთ აქსოლოტლის მოგებას. შენ პირველი სპეისელი ხარ, რომელსაც ჩვენი ნივთი აქვს. და ჩვენი ოჯახის წევრიც არის. გუნდებს ხო მერჩებით ვუხდით. გუნდის წევრებს მერჩებით ვუხდით. და მეთიუ, შენ უკვე ჩვენი გუნდის წევრი ხარ, შეგიძლია მოხვიდე ნებისმიერ დროს გვანახა რომ დასაბსკრაიბებული, გამოწერილი და კომენტარებული და დატიქტოკებული გაქვს ჩვენი ვიდეო და აუცილებლად გადმოგცემთ აქსოლოტლის აი ასეთ ძვირფას ნაბეჭდს. არაფრის. ახლა გადავიდეთ გადაცემის თავარ იდეაზე. რისთვის შევიკრიბეთ აქ? რატომ გადავწყვიტეთ რომ საერთოდ გვესწავლოთ? და ამას რა თქმა უნდა მე ვერ გაგაცნობთ, იმიტომ რომ მე არაფერი არ ვიცი თითქმის, რაზე უნდა ვისაუბრო, ამიტომ ოტოს ჩიფს თანამეინახეს, სტანდარტულ თანამეინახეს და უთმობ ამ გადაცემის ამპლუას. ამპლუა. დღევანდელი გადაცემის ამპლუა იქნება შემდეგნაირი, მეგობრებო. მე და ნიკო ვისაუბრებთ ყველანაირი ტექნოლოგიურ თემებზე, რაც გავახსენდება. რაც არასდროს გვილაპარაკია, ინდუსტრიული რევოლუცია, ტექნოლოგიების განვითარება, პროფესიების ჩამოყალიბება და აუცილებლად ყველაფერს გაგაცნობთ. რობოტების ამიდებები. რობოტები, რა ვიცი, ძაღლი სად არის? დღეს ძაღლზე ამიდებდით? კი? კი. დაიყოს თელავში. ჩვენი ძაღლი თელავშია, მეგობრებო, ჩვენი რამ ძაღლი თელავშია და შესაბამისად დღევანდელი ვიდეო ფიზიკურად ისეთი ვერ გამოვიდა, როგორიც გვინდოდა. ანუ წინა ვიდეოში გაგვაკვდა. ის დაგვაკვდა რა, ქარიზმა, პეცი. წინა ვიდეოში დაი. ძაღლის წინა ვიდეოში. რა გინდა? მასაუბრე რა, მოსაწყენი გახდა ჩვენი გადაცემა და ნაკლები დინამიკაა. დინამიკაა. და დინამიკების შესაძენად შეგიძლიათ გამოიყენოთ ქვემოთ მოცემული ვებსაიტი. როგორც მოსაუბრეთ დინამიკები თუ ვინმეს გაქვთ, აუცილებლად დაგვიკავშირეთ, იმიტომ რომ აუცილებლად დაგგვჭირდება. ხან ახეთ მეგობრებო რა ხდება? ჩვენ გვაქვს იდეოლოგიის კრიზისი. შუა არა, იდეოლოგიის. ანუ მე კი მქონდა ძალიან ბევრი იდეა, რაზე შეიძლება დღევანდელი ვიდეო ჩაწერილიყო. მაგრამ ოტოსთან ვერ შევთანხმდი. ხო და ნახე, ესეთი რაღაც გავაკეთოთ. მე მგონი ძალიან საინტერესო იქნება მაყურებლისთვისაც. მე მაქ შეგთან ესეთი კითხვა რა. გისმ. როგორც ვისი მუშაობ ერთ-ერთ თამაშს. მე ვაფშე საერთოდ არ მუშაობ, ჯერმადიდან დავიწყო. ვარ ესტრები როგორ მუშაობ? სრულ მეტრაჟიანი იუთუბერი. რომელი ჩემი საყვარელი თამაში? ჩემი საყვარელი თამაში არ მაქვს, Roblox. Roblox-ში რომელი? აბაგას ისიც არის, ხო? ბევრი თამაში. პირველი Roblox-ში რო შევიდივარ, პირველი თამაში არის ყოველთვის ჩემი საყვარელი თამაში. ბანძი. არა, ბიჭო, პირველი ყველაზე მაგარია. ხო, კი, მე და ჩემი კლასელები თამაშობთ ხოლმე გაგვეთავს. კაი, დავიწყოთ ოდესი მე რა. დაწყებული. თავდება. რითი დავთავოთ? რითი გავთიშ? რითი? რითი გავთიშ? ეს ვიდეო არითი შევა. არა. გადასაყენებ. კაი, როცა მომინდება გეტყვი. კარგი. ჩვენ ქონდა მომზადებული სცენარი, მაგრამ დაიწვა. ისე კარგია, ხო? რობოტს ვაწყობ. ამაზე კარგი ვიდეო გადაგვიღია.
ვიდეო ვაფშე ნახე. ვიღეთ ხოლმეში. მოდის ესე რა, ანუ რაღაცა ვაფშე, დაწერე, საერთოდ. რაღაცა მოიფიქრე, რაღაცა გააკეთე და ნახვები არ აქვს. ეხა თუ არ დაწერე და გააკეთე. არაფერი არ და თუ არ გადაიღე, ის ტრიალდება ხო? უფრო მეტი ნახავს. ხვდები? ნახე, სამაგიეროდ ეხა ნახე, მათ კიდე ერთი მეტყვი ეს 5 თითი ხო ჩამოწვა და აქეთ 5 თითო გადავიკითხა. იმ ცოტა ნახვია, ცოტა ლაიქები, ცოტა კარგი კომენტარები, ცოტა კარგი და რევიუები ცოტა ცუდი კომენტარიც, ბევრიც არ არის ცუდი. უთხრათ ისე თქმაც გვინდა და საბოლოოდ. ის თქო გვინდა. ყველაზე პატარა კომპიუტერი, რომელიც დღესდღეობით სოფლიოში არსებობს, არის Michigan Micro Mote M3. მისი ზომა, თითოეული გვერდის ზომა არის 0.3 მმ და შეგვიძლია ბრინჯის ერთ მარცვალზე დავატიროთ. გამოიყენება სამედიცინო იმპლანტებში. არ გაქვს მეგობრებო, მოკლედ მე ყოველთვის ვცდილობ, რომ ტექნოლოგიები ჩავრთო აბსოლუტურად ყველა სფეროში და რა თქმა უნდა, მუსიკაც არ არის არანაირად გამონაკლისი. გადავწყვიტე, რომ კლავიატურა შევისწავლო, კლავიატურით შევისწავლო მუსიკის დაკვრა. კიდე მედიცინაში. მუსიკა გამონაკლისი არა. მედიცინაში. რას მიაღწი? ის გავაკეთე რა ქვია, DNM-ის დუბლირება. რითი? კონტროლ-C, კონტროლ-V. და მე პესტი. ფოტო ავიღე, შორტკატს არ გამოიყენე კონტროლ-C, კონტროლ. მარჯვენა ღილა კი კოპ. და მოსკენი რა, ფოტო ავიღე და გადავაკოპირე. ორი ცალი მაქვს ეხა. ახლა და მეგობრებო, მე გადავწყვიტე, რომ მუსიკაში მომეცადა ჩემი ბედი. რა თქმა უნდა, მუსიკა ძალიან კარგი აღმოჩნდა და ძალიან მარტივი. დაელოდი ბეთ. და 5 კაცი რა. აი, ზოგი ეხა უთხრათ რაც გვინდოდა რა. ნეირომეცნიერება შექმნეს ტექნოლოგია, რომლის საშუალებითაც ორ ადამიანს ერთმანეთთან გონებით კომუნიკაცია შეუძლიათ. ექსპერიმენტის თანახმად, ადამიანი, რომელიც ვიდეო თამაშს უყურებდა, შეძლო გადაეცა ინფორმაცია ადამიანს, რომელსაც კონტროლერი ეჭირა ხელში და ისე თამაშობდა თამაშს. მე მინდოდა მომეყოლა მართლა მოუყვები რა გთხოვ და იაპონიაში ყველაზე სწრაფი ინტერნეტი დაფიქსირდა მსოფლიოს მასშტაბით, რომელიც 1.2 მიასედი პეტაბაიტით გადასცემს ინფორმაციას. ეს ნიშნავს, რომ თქვენ ერთ წამში შეგიძლიათ 10 მილიონი HD ფილმი ჩამოდევცოთ. არ მაქვს. კარგით, მეგობრებო, დავიღალე მოკლედ და უნდა გითხრათ რაც მინდოდა. სოფლიოს ისტორიაში ყველაზე გაყიდვადი ელექტრომოწყობილობა Nokia 1000-ია, რომლის გაყიდვების ჯამური რაოდენობა 250 მილიონს აღემატებოდა. რაც ნიშნავს, რომ მან გაყიდვებით PlayStation 2-ს გადაასრულა. დღემდე ყველაზე გაყიდვად მოწყობილობად ითვლება. დაგეშე. არ უთხრა ეხა მართლა დაგეშე რა თქვენი უთხრა? საძიებო სისტემა. არ უთხრა? უთხარი. რაც გვინდოდა რო გვეთქვა. მე კი ძალიან მერიდება, მაგრამ სათქმელია რა. უეჭვი. ყველაზე ვორმირუსი რაც კი ოდესმე ინტერნეტში არსებულა, იყო სახელად I love you. ეს ვირუსი ინტერნეტში იმეილების სახით იგზავნებოდა და ანონიმური კრაშები ერთმანეთს ემესეჯებოდა. მე ამას ხსნიდნენ და ვირუსი თავისით ავტომატურად მრავლდებოდა. მე ძალიან მერიდე. შენ ძალიან მაინც გეიდე. და გამოიწერეთ მეგობრებო ჩვენი არხი, დააკომენტარეთ, დაალაიქეთ და გადავყევით თან. უთხარი. ხო. მადლობა. გადაჭერისთვის. ერთი კითხვა მაქვს შენ. სპონსორშიპისთვის ჩემთან. შემდეგი გადაცემა რაზე გადავიღოთ? ხევანდელი გასაგები. ჩვენს ყველასთვის. შემდეგ გადაცემა როგორც ჩვენს. მეგობრებო, შემდეგ გადაცემაში აუცილებლად მოგიყვებით, როგორ შეიქმნა Space 4 და 0. ანუ ეხა მოვუყვეთ. გინდა? კი ძალიან. მე არ. როგორ შეიქმნა? არ შექმნა. Space 4 და 0-ის პროექტი არის წარმოქმნილი, ანუ ესე უბრალოდ შექმნილია წარმოიქმნა. მეგობრებო, თუ 100.000-ს გამომწერზე ავალთ, სატურნზე წავალ. მარტო ეს წავაბი აქვს ჩემი. ის ამას რა უნდა სატურნზე? სტატუსზე შედეგი. რა მინდა ბიჭო. რაგი. მაგარი, რა. ქარიშხალი. ეგ ხო გაზებით არის ოს. მე ოჟერნე გამოცნო. Coca-Cola-ს გარხანა მანდ არის. დაგაზული. ბიჭო, უთხრათ. ოვე. შემდეგ ვიდეოს გავუთ. მოდი მე ვეთყვი რა. მეცნიერება სამედიცინო 3D პრინტერი შექმნეს, რომლის საშუალებითაც ადამიანის ორგანოების დაბეჭდვა შესაძლებელია. პირველი ექსპერიმენტი, რა თქმა უნდა, ღორზე ჩატარდა. გთხოვ. ეხლა რომ მივიხედო გაითიშე. მაგაზე დაყენე. მე რომ მივიხედო. არა. კური ხე. მივიხედე რა. მარტო ვეღაპარაკო. რა მე უთხარი და მივიხედე. მე იმას ვერ ვეტყვი. NASA აპირებს, რომ მარსის კოლონიზაციას 3D პრინტერების საშუალებით მოახდინოს, რაკეტებით გაგზავნოს, იქ ჩამოსვას, დაბეჭდოს და მერე თვითონ წავიდეს.
აფერი. ნიკო, არ თამაში. ვინდის. მეცნიერება სამედიცინო დანიშნულების 3D პრინტერი ჩადეს. ჩართე? გამორთული ხო და? მესიმ საჭის პიტეთა ერთად. საჭის საპიტერი ჩეკის. კიდე თქო ეგრე. ეს დაბიჭაი სააკაჩიძის სიუჟეტა. საქართველო, ჩვენი საქართველო. აი, აი, ზო, უკვე გადაგიცხადე. სამი ორი